რა ტაქტიკით ვითამაშებთ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან? დავასვენებთ თუ არა ჩვენს ლიდერებს გიორგი ქოჩორაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ესპანეთი დავამარცხოთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 39 ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. ჩვენ კი ამ გადაცემის წამყვანები, მე გიორგი დარჯანია, ირაკლი სარალიძე, რეზი ქოიავა გახლავართ და მივესალმები ბიჭებს. გამარჯობა, მე მაყურებლებს. კარგად, რადგან არ მაწვიმს, არ მათოს, არ მცივად, ვზივარ, არ დავდივარ. მადლობა ამისთვის. ხო, წინა გადაცემად უნახეთ ნიკოლას დაპატაძესთან ერთად ბიჭებმა სუბთა ჰაერზე გაისეენეს და ისე ისაუბრეს სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემებზე და ის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ, თან შეგვაფასოთ რამდენად მოგეწონათ ეგეთ გარემოში. რეზი, შენ როგორ ახარ? მეც კარგად. მეც მიხარია რომ სახელოსნოში დავუბრუნდით და არ ვართ. შვენიერი. იმასა და კარში. ვიდეოს სათაურით, თაბნმეილით ან ჩემი მაისურით მაინც მიხვდებოდით იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბრებთ. თითქოს გუშინ იყო სექტემბრის შეკრებები, მაგრამ ესე დაგეგმეს, რომ სექტემბრის შემდეგ პირდაპირ ოქტომბერში არის სანაკრებო პაუზები და გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. პირველი შაბათს 11 ოქტომბერს ვეთამაშებით ესპანეთს ელჩეში, სულ რამდენიმე დღეში ვეთამაშებით თურქეთის ნაკრებს ასევე გასვლაზე, იმიტომ რომ სახლში უკვე თურქები მივიღეთ. ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო და ძალიან ბევრ საინტერესო თემას უნდა შევეხოთ, ამიტომ მოდი დავყოთ. პირველ რიგში დავიწყოთ იმ დანაკლისით, რაც გვაქვს. მაინც სამწუხაროდ ვერ მოვედით ამ თამაშებამდე დანაკლისის გარეშე, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთს უფრო დიდი დანაკლისი აქვს. იმიტომ რომ ესპანელებს აკლიათ პირველ რიგში ლამინ იამალი, ნიკო ვილიამსი, როდრი, ფაბიან რუისი და აი დღეს ჩაწერამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ვნახეთ, რომ აკლია 딘 ჰუისენიც. დანი კარვახალი რო დააკლებოდა, ეს კარგახანია ვიცით. მუშაობ. ჩვენ რაც შეგვეხება, გიორგი ჩაკვეტაძე სამწუხაროდ არ გვყავს, ვერ მოიშუშა ჩაკვამ ტრავმა და დისკვალიფიკაციის გამო არ გვყავს ლუკა ლოჩაშვილი. მოდი, დანაკლისებზე ასე თუ ისე დანაკლისებზე ერთს დავამატე. კი ბატონო. ამ ვიდეოს ხო დღეს ვწევთ? ვცდილობთ, ვეცდებით. კაი, ხვალ. ორი დღე ხო არის თამაშამდე. ერთ-ორსაც დავამტრევ რა. ხო, ეხლა არავის ტრავმას არ ვინატრებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ნატურალობ. პედრიმ რო დაისვენოს, ძალიან ნატურალობ, რომ ხო, ბოდიში მიკებ ბარსელონას ფანებთან. დიდი ბოდიში წინა ვიდეოს კომენტარებში კი გამომლანძღა ვიღაცამ, რომ ბარსელონაზე არის დამოღმილიო, მაგრამ ვერ მივხვდი ბარსელონაზე რატო უნდა ვიყო დამოღმილი. ძალიან დიდი ბოდიში ბარსელონას ფანებთან, მაგრამ ძალიან გამეხარდება პედრი თუ მიიღებს ტრავმას და არც თქვენ რო დარჩეთ ნაწყენები და არც ისევ ჩვენ ერთი კვირა დაისვენოს. 4 დღიანი მძიმე ტრავმა. ოღონდ 4 დღეში რო ჩიტივით იყოს. სანამ დეტალებში შევალთ, მინდა გითხრათ და გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. სურვილი სამებრ შეგიძლიათ გამოყვეთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე. პლუს გავიგეთოთ მცირე დონაცია და დაგვისვათ საინტერესო შეკითხვა თითოეულ ჩვენგანს, ან ზოგადად საფეხბურთო რასაც განვიხილავთ და ვიტყვი იმასაც, რომ იმყოფებით სახელოსნო ბარში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და სახელოსნოს ლინკიც აღწერაშია, შეგიძლიათ ესურვოთ და ნახოთ რა ივენთებია უახლოეს დღეებში დაგეგმილი. მოკლედ, მადლობა ლუის. რა თქმა უნდა. სადღაც აქ არის ლუის, ავარაუდოდ ესმის ჩვენი ხმა. და ხო, მადლობა ლუის და სახელოსნოს ადმინისტრაციას იმისთვის, რომ აი ეს ლამაზი სივრცე, რასაც ახლა ჩვენს უკან ხედავთ, დაგვითმეს და გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ჩავწეროთ. მოდი, გადავიდეთ ტაქტიკაზე. იკა დიდი ხანია ემზადება, რომ ტაქტიკაზე ისაუბროს და მეც კბილებს ვილესავ აქედან. ამიტომ მაშინ რადგან კბილებს ილესავ დაიწყე. სულ მე ვლაპარაკობდა, ამიტომ ირჩევნია, რომ შენ დაიწყე. კარგი, მე ხო ვილაპარაკე, მაშინ რეზ დაიწყე. ხუთი მცველით ვითამაშებთ თუ 4 დღე არის ხომ თავი? ყველაზე მტკივნეულ შეკითხვას ჩააგდო რეზი. იმიტომ რომ ჩვენ თამაშობდით 5 მცველით, მე უცებ ვითამაშეთ ესპანეთთან 4 მცველით. მაგიდეა მოზგანა და მე დავუბრუნდით 5 მცველზე ისევ, რომელთაც გავეთ ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშეთ წარმატებულად, სანამ ისევ ესპანეთს არ შევხვდით. ესპანეთთან ძალიან წარმატებულად თამაშობთ, უბრალოდ მაგრად გაუმართლა ესპანეთს. ესპანეთთან მოდი, აი ბარემ ვისაუბროთ მაგას. ერთ იმას ნახავთ, როგორ თამაშობთ, ეს იყო ისეთი სკრინს ნახავთ 5-3-2, სადაც ნახევარდაცვის ტრიო მოძრაობდა ბურთის მოძრაობის მიმართულებით და იყო უკან 5 მცველი და იმათ უკან კიდევ მამარდაშვილის თავიდან ეგრევე გოლი გავიდა, თან ისეთი კარგი გოლი იყო, ერთ ფლანგზე დაიწყო შეტევა, მეორე ფლანგზე გადავიდა, მერე საჯარიმოში ჩაწოდება, ავტოგოლი იყო რეალურად.
მაგრამ მაინც ლენორმანის, ხო? ლენორმანის კი. გოლი იყო ჩვენი. ანუ როგორი თამაში იყო, ანუ ისეთი ცალსახას საგოლე მომენტები, აი მაღალი XG-ის მომენტები ეს მაინც არ ქონდა, უბრალოდ ძალიან ბევრი დარტყმა ქონდა. აი 17 დარტყმა ქონდა პირველ ტაიმში, ეგ ისეთი მოცემულობა, როცა აი რაოდენობა გადადის უკვე გოლში, იმდენი დარტყმა. ანუ როდრის გოლიც იდეაში არ იყო საგოლე მომენტები და მარცხენა ფეხით დაარტყა, მაშინ როდი რამე მარცხენა ფეხურთან მარჯვენათი უტყამს ხოლმე. კარგად და ისეთი მომენტი იყო, უბრალოდ ძალიან ბევრს უტყამდნენ. მაგრამ ნუ მეტნაკლებად ეს დაცვითი ბლოკი კარგად იდგა. მუშაობდა, ხო? მუშაობდა, ანუ მუშაობდა იმ კუთხით, რომ საჯარიმოდან ბევრს არ უტყამდნენ. უტყამდნენ უფრო საჯარიმოს მისადგომებიდან. უბრალოდ ნუ გასაგებია, რომ ძალიან დიდი ზეწოლა როცა არის და როცა მხოლოდ ერთი გუნდი უტევს, იქ რაღაც არის მომენტი, რომ საყრდენი საჯარიმოში იკეტება ძალიან და ზონას ვერ ფარავს და ასე შემდეგ. და ნუ იქ ნუ ზოგადად ვიცით ხო, რომ ესპანეთს როცა ხდება საქართველოს ყველაფერი უნდა წავიდეს კარგად, რომ კარგი შედეგი დადგეს. ეგ არ არის ჯერჯერობით ახლა ესეთი მოცემულობა, რომ ეს არის თანაბარი დონის გუნდები. რა თქმა უნდა. გუნდების დაპირისპირება. ამიტომ ალბათ 5 მცველი, ხო? ხო, აი მე ბარემ გავაგზავნე. მაგრამ ბოდიში ლოჩოშვილის გარეშე ითამაშებს 5 მცველით? იცი რა, ლოჩოშვილი რო არ არის ეგ მესმის, მაგრამ ლოჩოშვილს 5 მცველში მაინც იყენებდა მარცხენა ლატერალად. ხო გახსოვთ, იმიტომ რომ 3 მცველში რეალურად მარცხენა მცველად, მარცხენა ცენტრალურ მცველად იდგა ხოლმე ლაშა დვალი, რომელიც საბედნიეროდ უკვე კლუბით არის, ბოლო 2 თამაშით ჩატარებული აქვს, 90 წუთიდან შესაბამისად ლაშა დვალი არის მზად იმისთვის, რომ ძირითად შემადგენლობაში იყოს და ჩემი აზრით 4 იქნება თუ 5 იქნება მცველების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, ლაშა უეჭველი ძირითადში იქნება. ბარემ ჩემს ასოსაც დავასრულებ, სანამ იკას გადაულოცავ სიტყვას. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზურახიზანიშვილიც და სანიოლიც ამბობენ ბოლო პერიოდში, რომ ჩვენ რჩებით მყარად იმ პოზიციაზე, რომ უნდა ვითამაშოთ 4 მცველით, ჩემი გადმოსახედან ეს არის ის მატჩი, რომელშიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვითამაშოთ 5 მცველით. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ის, რომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვყავს მცველი, რომელსაც შეუძლია ბურთის ამოტანა, ანუ ball playing defender-ი, ასე ვთქვა, ჩვენ არ ვყავს. 3-ვე მათგანს და 4-ვე მათგანს უჭირს ბურთი თამაში განსაკუთრებულ ცენტრალურ მცველებს. პლუს ამას ესპანეთს, როდესაც 4 მცველით ვეთამაშეთ, ყველამ ძალიან კარგად ნახეთ იმ წეულ დღეს, რაც მოხდა და როგორაც გადაგვიარეს. შესაბამისად, რაც შეიძლება სივრცეები უნდა ჩავკეტოთ ჩვენს ნახევარს. ამ სივრცეის ჩასაკეტად გვჭირდება რაოდენობა. რაოდენობის გასაზრდელად კი მე მგონი საუკეთესო ვარიანტი არის ამ შემთხვევაში, რომ უარი ვთქვათ იმ ერთ შემტევზე, რომელიც სავარაუდოდ იქნება ზურიკო დავითაშვილი და ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად დავამატოთ ცენტრალური მცველი, რომელიც სავარაუდოდ ჩემი აზრით უნდა იყოს ან საბაგოგლიჩიძე, ან შეიძლება საბაგოგლიჩიძე უეჭველი ძირითადში იყოს და მაშინ საუკეთესო შემთხვევაში მე ესეთი იდეა მაქვს, რომ მარჯვენა ცენტრალურ მცველად დავაყენოთ ოთო კაკაბაძე, დავხიოთ და მარჯვენა ლატერალად, ანუ ვინგბექად დავაყენოთ გოჩოლეიშვილი, იმიტომ რომ მეტი რა უნდა ქნას გოჩოლეიშვილმა, რომ ძირითადი ითამაშოს. ჰამბურგის ძირითადის წევრია, ძალიან მაღალ შეფასებებს იღებს, ეხა საგოლე პასიც გააკეთა, ნუ ძელიდან ცოტა უცნაურად, მაგრამ ნუ საგოლე პასია ფურცელზე ეგრეა და ამიტომ მე ამ ინიციატივით გამოვდივარ, რომ 5 მცველით თუ ვითამაშებთ და ეს მარჯვენა ფლანგი შეგვიძლია დავტვირთოთ, ასე ვთქვათ, იქ ჩავამატოთ კაკაბაძე, რომელსაც უდიდესი ალბათობით წინა თამაში მოუწევს იერემი პინოს წინააღმდეგ, რომელიც ძალიან სწრაფია. და ნუ ჩაკვე არ უყავს და ჩაკვეს სავარაუდოდ ისევ შეცვლის ნიკა გაგნიძე და ნიკა გაგნიძე იქნება მესამე ცენტრალური ნახევარმცველი, ბუნებრივია ქოჩორასთან და კიტეიშვილთან ერთად. ქოჩორასაც მე შევეხოთ. ხო, ანუ მე პირადად ვფიქრობ, რომ ესპანეთთან უნდა ვითამაშოთ 5 მცველით და რატო? პირველი მიზეზი არის ის, რომ 4 მცველით უკვე ვცადეთ და არ გამოვიდა. მეორე მიზეზისთვის დავიხმარ დაფას. კი ბატონო. ყველაზე ზოგადად ესპანური ფეხბურთის და ესპანეთის ნაკრების მთავარი ძალა არის რა, რომ ყავს 2 ძალიან კარგი ვინგერი, ნუ მართალია ხა იამალიდან ძირითადის ვინგერები არ ყავთ, მაგრამ არ ვიცი ვინ გამოვა, ალბათ პინო იქნება ერთი და მეორე არ ვიცი. ფერან ტორესი ალბათ. შეიძლება ფერანი შუას ცუცხი, მაგრამ მაშინ ოიარზაბალი იქნება. ოიარზაბალი. არ მე მგონი ფერანი იქნება ფლანგზე კალისებური პრესინგისთვის დაიწყოს ცენტრალურ მცველიდან და წავა მეკარემდე პრესინგზე, ფერანი პრესინგზე მონსტრია მართლა ანუ. და დაეხმარება მას ოიარზაბალი და იქ ოიარზაბალს დაარქვი თუ გინდა ვინგერი და ცრუცხრიანი და თუ გინდა ფერან ტორეს, ორივე ძალიან კარგად იცის მაგ საქმის კეთება. კი და რა არის ამ ესპანეთის მთავარი ძალა, რომ
ერთ-ერთზე ძალიან გაგვიჭირდება თამაში. გვჭირდება დაზღვევა. ნუ უნდა ჩამოვიდეს ერთი კაცი, სავარაუდოდ არ ვიცი, შეიძლება ხვიჩა იყოს ეს ვინც ჩამოვა, შეიძლება რაღაც სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ესპანეთი აუცილებლად ეცდება რას, რომ ფლანგის მცველები მაქსიმალურად გაწელონ, იმიტომ რომ აი მოდი ეს ბურთი იყოს რა. პირობითად აქ თუ მიიღო ფლანგის შემტევმა ბურთი და მცველი აი ამ პოზიციაშია, მაგარ შარში ვართ, იმიტომ რომ უპირატესობა აქვს რომ სიჩქარე აკრიფოს და всё დამთავრებულია. ანუ მაქსიმალურად ესპანეთი ბურთის ტრიალით, ესე გარშემო ტრიალით ეცდება რომ ამ მცველს აიძულოს რომ ეს ვარდება. არა უშავს. მაქსიმალურად ეცდება რომ გაიტყუოს ფლანგის მცველი ცრუცხრიანმა ან ჩარბენით, ან აქ დგომით მაქსიმალურად მიიწევოს ორი ცენტრალური მცველი და 8 ნომრებმა, 8 ან 10 ნომრებმა გააკეთონ ეს ჩარბენები. წინა 7 გოლი, წინა თამაში 7 გოლი რაც გაგვიტანეს, 6 მოხდა აი აქ. ოღონდ ნუ ის თამაში არ გამეორდება, იმედი მაქვს. მარტო იმიტომ რომ ნუ როდრი ბევრ ვიდეოში მაქვს ნათქვამი რომ როდრიზე მაფანატებს ძალიან მომწონს როგორც მოთამაშე. როდრის საქართველოს ნაკრებში ქონდა კარიერის საუკეთესო თამაში. საქართველოს ნაკრებში თუ საქართველოს ნაკრებთან დინამო არენაზე. სასწაული იყო მთელი ესპანეთი, აი მოედანზე ვიყავი და თან მაგრა წვიდა და ძალიან კარგად იცი რა ჩანდა რომ აი 9 მეტრით რო გადადიოდა მცველი, აქ უკვე ვიღაც იყო და ბურთს იღებდა. როგორ იღებდა, ნუ ფლანგიდან მესამე კაცზე პასით. აი ამ სივრცეებში გაგვხიეს. 7 გოლი რო გაგვიტანეს, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ გაგვხიეს. იგივეს ეცდება ესპანეთი წელს რა ამჭირს? ხო, ზეგ ესპანეთი აუცილებლად იგივეს ეცდება. რატო ვფიქრობ 5 მცველით რო უნდა ვიყოთ? არის თავარი მიზეზი ზუსტად ეს, რომ 4 მცველში არის ერთი ეს მომენტი, რომ აქან თავისუფლება შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ ხო, თუ ეს მორბის, ეს მცველი გადმოვა, ამან დაიჭიროს ეს. ესპანეთს ძალიან მაგრად აქვს დამუშავებული თან ყველა დონეზე სინქრონული შეტევების სივრცეზე. ანუ ეს რო აქ მორბის, თან ეს მცველი ჩამორბის აქ, რომ ეს თავდამსხმელი ჩამორბის აქ, რომ ამ მცველმა მიიღოს გადაწყვეტილება, აქ გადმოვიდე თუ აქ გადავიდე. გამომდინარე იქიდან, რომ 4 მცველში, აი ესე რო შევხედოთ. მოდი ამას ცოტა ავწევ. აქ 3-2-ზე სიტუაცია, ამას ცდილობენ რომ მიიღონ და ეს მცველი მაგარ შარშია. ამიტომ ჩემი აზრით ეს ჩამორბის რაღაც მომენტში. თუ აი ამას ვიზავთ, ეგ ჩამოილმეს თუ ჩამოილმეს. ხო, აი ეს იგერბენს ბევრს. ეს ბევრს ირბენს, მაგრამ მაცადე ჯერ 2 დღე მაქვს, ამათაც გავტრამვავ, ამასაც გავტრამვავ და აუ დღეს ამომჭერით ვერ ვლაპარაკო. გავტრამვავ, რო არ ვეშვები, მაინც რო ვცდილობ დამიფასეთ ლაიქით ეს ცდელობა და მოკლედ არ იქნება ერთი სიტყვით რა. ხო და 5 მცველში აქ ბუნებრივად ამ ზონას ერთი ცენტრალური მცველი ავსებს და არ არის უკვე აქ აღარ რჩება იმხელა სივრცე, რომ ერთი ამან, მეორე ამან და მესამე ამან სივრცეს შეუტიონ. იმიტომ რომ აქ სივრცეს თუ უტევ, ბუნებრივად მცველი გვხვდება იქ. კაკაბაძეზე არ გეთანხმები. არა. არ გეთანხმები, იმიტომ რომ იმიტომ არ გეთანხმები, რომ აქ ცოტა ანუ დაცვაში იმდენად საიმედო არ არის, რამდენადაც აი აქ ცენტრალური მცველი უნდა იყოს. ცენტრალური მცველის ექვთვისებები არ აქვს და მეორე რომ გოგლიჩიძე უდიდესი ტალანტია ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ 3 მცველში შუაში დადგომა ძალიან ადრეა. ანუ შენს 5 მცველიან ტაქტიკაში კაშია ძირითადში. იმიტომ რომ სხვა ვარიანტი არის, მეორე ვარიანტი არის ივაგელაშვილი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ესპანეთთან სათამაშო ძირითადში გამოუცდელია. მაგრამ არის კიდე ერთი ვარიანტი, რომ რაზე ვაკეთებთ აქცენტს. ესპანეთში იმის აი გასაგებია, რომ იამალი აკლიათ, გასაგებია, რომ ნიკო უილიამსი აკლიათ, გასაგებია, რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ესპანეთში მოგება გვინდა? ნუ ეგ სავარაუდოდ თამაშის მიმდინარეობასთან გამოჩნდება, თორე ხა ესე მინდა, ძალიან ბევრი რამე მინდა ესე. მეც ძალიან ბევრი რაღაც მინდა, მაგრამ თუ ცოტა პრაგმატულები ხო არ ვიყავ, თუ იმაზე მიდის საქმე, ხო არ მომემზადო. თუ მაზაგაზე მიდის საქმე, მაშინ ალბათ არ ითამაშებს კვარა, ან ერთ ტაიმს ითამაშებს. მან არის კიდევ ძალიან ისეთი სერიოზული დილემა გვიდგას ქოჩორაშვილის. ქოჩორაშვილმა ერთი ყვითელი რომ მიიღოს, ტოვებს თურქეთთან თამაშს. ქოჩორაშვილს მოუწევს ალბათ პედრის დევნა. იმიტომ რომ ეს ესპანეთის ნახევარდაცვა იქნება ზუსტად ისეთი როგორც თურქეთთან არის და მე ვთვლი რომ ეგ ახალი ესპანეთის საუკეთესო ნახევარდაცვა. ანუ სუბიმენდი, პედრი, მერინო. ფაბიან რუისი როცა თამაშობს, ფაბიან რუისი ათამაშებენ მარცხენა ნახევარ ფლანგზე და პედრი გადაყავთ მარჯვნივ და ის რაც მაგია არ იქნება, პედრი მარცხენა ნახევარ ფლანგზე უნდა იყოს. ახლა პედრის აქეთ მოუწევს და მერინო იქნება მარჯვნივ, მერინოს აძიდა იგი დააყენა, მაგის თავარი ემოცია მეორე ტემპით შეუტიოს საჯარიმოს, 3 გოლი გაუტანა თურქეთს. ანუ ძალიან დიდი რისკია, თან ჩაკვე არ ყავს, ჩორაც რო დაგვაყოლდეს თურქეთთან, ჩვენ ანუ ესპანეთთან რომ მოვიგოთ, ეგ იქნება ძალიან დიდი ბუსტი თურქეთის წინ. თურქეთის წინ, ანუ ზოგადად სოფლიო ჩემპიონატში მოვიგოთ, გავედით სოფლიოზე. ნუ ხო გასვლის მაღალი შანსები იქნება, იმიტომ რომ კიდე ბულგარეთთან გვაქვს პოტენციური და ესპანეთთან სახლში ესე, კაი, თქვათ რომ სამი ქულა ავიღოთ, ხო, ბუნებრივია გარანტია არ არის იმის, რომ გავედით. უბრალოდ უდიდესი ბუსტი იქნება რა, ფსიქოლოგიურადაც და ქულების მხრივ. უბრალოდ რაციონალურად რო შევხედოთ, ნუ არ არის მაღალი შანსები, რომ უფრო მაღალი შანსები რომ ესპანეთმა აიღოს სამი ქულა. აბა რა. ამ შემთხვევაში თქვათ თუ ქოჩორაც დაუკარგეთ თურქეთთან, ეგ შეიძლება ძალიან დიდი შენს ლოგიკას ვავითარებ რა. ნახე, ჩემი აზრით ძალიან რთულია ესე წინასწარ ისაუბრო იმაზე, რა გვინდა ესპანეთთან. ესპანეთთან ესე ფურცელზე გვინდა სამი ქულა. მე თამაშის მიმდინარეობისას ვთქვათ რომ ვაგებდეთ გვინდა ერთი ქულაც და მე რო წავაგლოთ რა თქმა, ანუ ესე ვერ იფიქრებ რა. ტაქტიკა, რა ტაქტიკით გახვალ მოედანზე არ აქვს, ანუ არ უკავშირდება იმას, რამდენი ქულის ასახებად გავდივართ, იმიტომ რომ მე შეიძლება შენ აგებდე, გაიყვანო ერთი მცველი, შემოიყვანო ფორვარდი და ქულა გადაარჩინო თქვათ. ამიტომ უბრალოდ თამაში იწყება 0-0-ზე, ბუნებრივია ვიცით რომ ესპანეთი დაიწყებს ბურთის კონტროლს და აი ამის მაქსიმალურად შესამცირებლად, ჩემი აზრით, ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ ვითამაშოთ 5 მცველი. 5 მცველი იმიტომ ხო, 5 მცველი ვითამაშოთ, იმიტომ რომ აი ქულა გამოვძიძგნოთ, მეთქი კი არ ვამბობ. შეიძლება 5 ჩვენ 5 მცველითაც მოგვიგია, თამაშები არ ვამბობ მაინც ამას ესპანეთს, მაგრამ 5 მცველით უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ ამ ტაქტიკით უკეთ ვთამაშობთ, ამ კონკრეტულ გუნდთან მაგალითად და რეზის თქმის არ იყოს ესპანეთს ამ ხვალინდელ შეხვედრაში ნახევარდაცვა გაცილებით ძლიერი ყავს ვიდრე შეტევა. თუმცა ეს მისის მაგარი ნახევარდაცვა და განსაკუთრებით ის კაცი რომლისას მე მაგრად მეშინია მიკელ მერინო. მეორე ფაზით იმდენად მაგრა შერბის საჯარიმოში რომ ფორვარდს უტოლდება რა. ჯერ ხო ფორვარდული ინსტინქტები აქვს, ხო? ფორვარდული ინსტინქტები აქვს და მეორე ის არის რომ იმ ანუ რაოდენობრივადაც ზრდის საჯარიმოში ხალხის რაოდენობას და ნუ ფინიშერი ეგ ტიპი რა. ნუ მან კიდე არის ანუ ეს ხო თანამედროვე ფეხბურთი არ არის ის რომ გუიჭველი რაღაც ცენტრალურ თავდამსხმელს გახონდეს მარკო კურეია მაგალითად ყოვლის მომცველი მცველია რომელიც საჯარიმოში შერბის ხოლმე რეგულარულად მუდმივად საჯარიმოში ახალმე ხო ეგეც იქნება კიდე ერთი თურქეთთან გააწამეს ის მულდური მარჯვენა მცველი კუკურეიამ მისი ჩარბენებით აი ნუ საერთოდ თურქეთთან თამაშსაც შევეხოთ სკრინებიც მაქვს მაგრამ ნუ კუკურეიამ და პედრო პორომ ფლანგური ჩარბენებით ნუ აი თურქეთს დააგერ ლივერპულთან ხო ნახეთ ბოლო თამაში არა რასაც აკეთებდა კუკურეია ხო მაგ ფლანგზე და ბოლოს აგოლე პასი გააკეთა ბოლო შეტევაზე და მაგის გარდა პლუს შეიძლება ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ისე გამოჩნდეს რომ აბა რა ანუ მოულოდნელად ამ ეგეც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ისე ჩვენს ნაკრებზე თუ გახსოვთ წინათ როდესაც პრე-ანალიზდებდით და წერდით როდესაც სახში ქონა თურქეთთან და ბულგარეთთან მანდ ვამბობდით რომ რაღაცა არც ისე საუკეთესო დროება იყო ჩვენი ნაკრებისთვის ამ დროს სანაკრებო შეკრება იმიტომ რომ ნუ ჩაკვეტაძე და კიტე ერთია და პლუს მიქაუტაძე ხო გახსოვთ როგორი აბნეულ-დაბნეული იყო ახალი ტრანსფერი იყო და ნუ ხვიჩა სტრავა ეხლა ხო ფორმაში არ იყო ეხაც იგივე სიტუაციაა ტრავის ხრივ ჩაკვეტაძე არის, მაგრამ სიტუაცია გამოსწორებულია იმასთან, მიქაუტაძესთან. მიქაუტაძე ტოპ ფორმაშია, გაუტანა იუვენტუს, გაუტანა მადრიდის რეალს, აქვს თავდაჯერება, თან მაგარი გოლი გაუტანა და ხვიჩაც ახლა იქაც ზუსტად დღეს სპეციალურად გადავხედე. 28 წუთი ითამაშა თურქეთთან თამაშამდე საფრანგეთის ჩემპიონატში. 6-3 თუ რაღაც რომ მოიგეს იმ თამაში და ნუ არ დატვირთულა და ჩვენთან 90 წუთი ითამაშა და აქაც ნუ აქ ორი თამაშთან ხო უბრალოდ ხვიჩა კვარაცხელიას ანუ მე 1% ამჯერა ის რომ ვიღაცა ხა გარისკავს მის ჯანმრთელობას ამის გამო ეგ არ ხდება რეალურად იმიტომ ტრაგედია არ არის ხა ესპანეთთან ფათქულების დაკარგვა ესპანეთში ეგ არ არის ეგ არ იყო ის რაღაც რაზეც თავ ალბათ დაგეგმვის დროს
რა ვიცი, წინა ის უჩავდეთ სოფლიო ჩემპიონატ გამოუცხადეთ ესპანეთი ლამის და არა ხო, კაცო. თავი საქმე გაკეთებული რა არის, იცი? ერთს ვიტყვი. კარგი ის არის, რომ ალბათ სადაც გეგმავდა თურქეთი იმ რაღაცა ექსტრა პოინტს, დაკარგულიც არის ის ექსტრა პოინტი უკვე და მაგარი განადგურებულია, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ ეს არის შესარჩევი ეტაპი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ურთიერთშეხვედრებზე უპირატესი არის ბურთების ბალანსი. და ეგ გვიან მეშვიდე გოლი თუ რაღაც ბოლო გოლი რო გაიტანეს, მაშინ გავიგე. ხო, და შესაბამისად თურქები ეცდებიან სავარაუდოდ იმასთან, ბულგარეთთან, რომ ეს ამოქაჩონ მაქსიმალურად. მაგრამ რა ვიცი, იქნებ ბულგარეთმა სასწაული მოახდინოს და თურქეთს წაართოს კულები. ნუ მან კიდე იმას რატო არ ფაქტორი განიხილავთ, რომ ესპანეთმა სახლში ესპანეთს ხო მოუგებთ ახლა და სახლში აქვს თურქეთთან სათამაშო და სადაც იქ 6-0 მოუგეს. იქ 12 იამალი და ნიკო ეყოლება და ნუ აქ ფაქტორი არა. იქნება ნიშნულოვანი ფაქტორი კლუბს რო უყარდა თქმა პრესინგი მთავარი პლეიმეიკერია, აი პრესინგი იქნება ძალიან აგრესიული ესპანეთიდან და ნუ თურქეთთან მაგალითად ჩვენ გაგვიჭირდა ხო? ანუ ძოლები კარგავდნენ რეგულარულად ბურთს. თამაში საერთოდ მინდა იწყება, მაგრამ უზუსტო პასი გააკეთა და რაღაც კუთხური იყო მამე და რაღაც. ეგეც იქნება კიდე ერთი ის ფაქტორი ალბათ ამ თამაშის, რა ვიცი. ანუ მაგრამ ეგ არ არის ნამდვილად ტრაგედია, უბრალოდ 5 მცველით იმიტომ ჯობს თამაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე როცა ვეთამაშეთ, მეტ ნაკლებად ნორმალურად ვაჩერებდით. 4 მცველით როცა ვეთამაშეთ, ვეღარ გავაჩერებთ. და რა არის, არავინ არ ჩათვლის. არავინ არ იტყვის იმას, რომ ანუ არავინ არ მოთხოვს ვილისანიელს და საქართველოს ნაკრებს, რომ მიდით ახლა და ესპანეთს უეჭველი მოუგეთ, მაგრამ იმ შანსების გასაზრდელად, რომ თუნდაც გული დაუბრუნდეთ ესპანეთიდან, ჩვენი აზრი ჯობია 5 მცველი და არც იმას ჩავთვლით, თუ 5 მცველი ითამაშა, რომ აუ ვილისანიელმა პრინციპს უღალატა წინათ დათქვამის მერე. ხო, გავიდეთ მერე თურქეთთან და შევცვალოთ ვითამაშოთ ისე 4 მცველი. გადავიდეთ მე უბრალოდ რის თქმა მინდოდა, იცი, რაღაც კრინები მაქვს ესპანეთი თურქეთიდან, იმიტომ რომ შეგნებულად თავიდან ბოლომდე არა, მაგრამ ძალიან დიდ ჰაილაითებს უყურე თურქეთი ესპანეთის, რო სკრინები წაომეღო და ნებისმიერ შემთხვევაში ესპანეთი არის ჩვენი მეტოქე და უნდა ვეძებოთ რაღაც სისუსტეები. ეგ სისუსტეები სკრინებში ვარემ თურქეთის სისუსტეებიც ვეძებოთ. თურქეთის სისუსტეებიც იქ ჩანს ორ სკრინში პრინციპში პედრის რო პედრი დგას და ის სკრინში ჩანს რო პედრი დგას და მის გარშემო რაღაცა არასრული კვადრატი აქვს შეკრული ტრაპეციასავით და უდიდესი სივრცე აქვს იმისთვის რომ პედრი ჯერ ჩალხანოღლუ ჩააწვინოს და მერე გაიტანოს შორიდან და მეორე მომენტი არის როდესაც არც ერთი საყრდენი არ არის საჯარიმოში ანუ შესული რა და საჯარიმოში არიან 3-3-ზე ცენტრალური მცველები და შემტევები თან სავარაუდოდ სკრინში ჩანს რომ 1 მეტრზე დიდია დაშორება ანუ წარმოიდგინე იამალი დგას და 1 მეტრში ყავს თურქი ანუ ბურთი შეუძლია მიიღოს და რა ვიცი იგულაოს ამ ბურთით და იგივე ხდება ოიარზაბალთან და იგივე ხდება ნიკო ვილიამსთან მოკლედ რის ხაზგასმავს ცდილობ იმისას რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს სივრცეები რაც შეიძლება შევკუმშოთ და რაც შეიძლება ცოტა სივრცე დაუტოვოთ ესპანელებს ხოლო მინუსი რაც ვახსენე ესპანელებთან თამაშის არის თურქეთთანაც ეგრე იყო და თუ ძირითადში იქნება პედრო პორო სავარაუდოდ სუსტი მხარე იქნება პედრო პორო იმიტომ რომ თურქეთმა შექმნა პირველ ტაიმზე საუბრობ სკრინებში სამივე მომენტი ჩანს სამი მომენტია როდესაც ბურთს არდაგულერი შლის მარცხენა ფლანგზე და დაახლოებით 7-8 მეტრით შორს არის კენან ილდიზისგან პედრო პორო. კენან ილდიზის ადგილზე რო აღმოჩნდება იქ ხვიჩა კვარაცხელია, დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტი ხიფათი შეიძლება შეიქმნას. მოკლედ ლენორმანდი როგორც მარჯვენა ცენტრალური მცველი და პედრო პორო შეიძლება მივიჩნიოთ ამ ესპანეთის ნაკრების ყველაზე სუსტ წერტილად. და ამას სკრინებშიც დაინახავთ და ერთი შეკითხვა ეგ არის კიდე ისა ატლეტიკოს ლორენტია მაგარ ფორმაში. მაგას ხო არ დააყენებს. ეგეც ძალიან მაგარი მოთამაშეა და ხვიჩას წინააღმდეგს ათამაშოთ თან. ხო, ნუ ვინც არ უნდა დააყენოს მარჯვენა მცველი მგონია რომ დიდად შეტევებში არ იქნება ჩართული. ხვიჩას გამო? ხო. ხო, ალბათ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რა შიშობ რომ ხვიჩა ტაიმს ითამაშებს რა. ან 60 წუთს. თუ არა და ზურიკო დავითაშვილიც კარგ ფორმაშია სხვათა შორის. ხო. ზურიკო მე მგონია რომ არა მე რაც მგონია მაგას არ ვიტყვი თორე ძალიან დავიო ზოგადად ხო ამ გადაცემაში მე ვარ ვინც არაადეკვატურ დებილობებს ლაპარაკობს და თან არ უტყდება დებილობების თქმა და მე რომ მტკიცდება რომ დებილობა თქვა ეგეც არა უშავს მაგრამ ეს იმდენად არაადეკვატური დებილობა მგონია ამ თამაში რომ მაგას არ ვიტყვი ხო ნუ ესპანეთის ნაკრები არის ხო ვიტყვი რაც არ ვიტყვი მგონია რომ ჰანდიკაპით ვიგებთ ოკეი შენს შეკარი ხო ესპანეთი არის სისტემური გუნდი რა მესმის იქ ლამინი ამალი არ არის ნიკო ვილიამსი არ არის მაგრამ
თითქმის იგივე როლს შეასრულებენ მარჯვენა და მარცხენა ვინგერები. უბრალოდ როგორ შეასრულებენ ეგ არის. და რაც შეიძლება ცუდად რომ უნდა შევასრულებინოთ, ეგ არის ჩვენი საქმე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეხლა დააპაუზოთ ეს ვიდეო და თქვენი აზრი დაგვიწეროთ, რა სელით, რა შემადგენლობას ელით, როგორ თამაშს ელით, უნდა ითამაშოს თუ არა მაგალითად ქოჩორამ ძირითადში ყვითლის შიშის გამო, უნდა ითამაშოთ 5 მცველი თუ 4 მცველი და დაგვილაიქოთ ეს ვიდეო იმისთვის, რომ უფრო მეტი კონტენტი შევქმნათ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხიც. ხო და რეალობა რა იქნება სავარაუდოდ მაგას დავამატებ. რა სავარაუდოდ ისე ვითამაშებთ 4-3-3-ით? თურქეთთან? არა. ესპანეთთან 4-3-3-ით? 4-3-3-ით ვითამაშებთ ალბათ. ან ხვიჩა დარჩება ზევით და ზურიკო იქნება და ზურიკო ჩამოვა და აი ესეთ შეკრულ 4-4-2-ით ჩავდგებით დაცვაში. ოღონდ ეს იქნება ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ აი იგივე ამ ეს ძველი დაკარგავს პოზიციას საერთოდ ვინგერი მე მგონი ჯობია რომ ვინგერმა დაიჭიროს და დაუდგეს და ეს დაზღვევაზე იყოს და თელი ეს გადმოიწიოს. თელი ნახევარდაცვის ბლოკი აი რაღაცა ამდაგვარი და აქ ხუჩამ დააზღვიოს ან პირიქით როცა გადაიწევა იქით მხარეს აქ მიქაუტაძე სავარაუდოდ ეგ იქნება რა. აი გუნდა იყოს დიეგო სიმონეს რაღაც ელიტური 4-4-2 რო იყო აი ეს რო კეთავდნენ ეგეთი და ხო მე გახძან ჩემთვის აი ამ თამაშში 1-0 2-0 რო წავაგოთ კარგია იმიტომ რომ იმათ 7-0 აქვს წაგებული და მეორე თამაში წინა აქვს და ორივე თამაში ესპანეთთან თუ ჯამში ატარა სხვაობით წავაგეთ ეგ უკვე კარგი შედეგია რა. ხო მაგრამ ეგ ყველაფერი აზრს დაკარგავს თურქეთში თუ არ მოვიდეთ. ხო მაგაზე ახლა მოიცა გავჭრათ გადაცემა და გადავიდეთ მაგაზე ცოტა ხანში. კი ბატონო. კარგით. გადაცემის შუაში უფრო ბოლოსკენ მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლუის მადლობა უთხრა. ლუის და სახელოსნოს კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლის თხოვნით და მინდა თურქეთთან მომავალი თამაში ჩავაანალიზოთ ასე ვთქვათ და ვისაუბროთ წინა თამაშზეც, იმიტომ რომ თითქმის ერთი თვის წინ წავაგეთ თურქეთთან სახლში. რაც მოუშუშებელი ტრავმაა დღემდე და პლუს ამას ფაქტობრივად ვალდებულს ხვდის, რომ თურქეთიდან წამოვიღოთ 3 ქულა. რეზი, წინა თამაშზე რას გვეტყვი? წინა თამაშზე ძალიან უცებ რო გადავუაროთ 4-4-2-ით დავიწყეთ და მე-15 წუთში თქვით რომ უიეგარ უნდა გვექნაო და უიბოდიში თავიდან დავიწყეთ. ოღონდ უკვე გოლი ქონდა გაშვებული და ნუ ისე მიდიოდა საქმე, იმდენად არეული იყო გუნდი, რომ ახლოს ვიყავით მეორე გაშვებულ გოლთან. და მე შევცვალეთ სქემა. თავარი პრობლემა იყო ის, რომ პრესინგის ქვეშ ძალიან ხშირად კარგავდით ბურთს, ამას მოყვა მესამე გოლი. პირველი გოლიც ნუ სტანდარტიდან გავიდა კუთხურიდან, მაგრამ კუთხური მოყვა იმ პრესინგს, რომლის შემდეგაც დაიკარგა ბურთი. აი იყო ესეთი თავარი ფაქტორი და მე იყო რაღაც კამბექის იმიტაცია. შანსიც ხო. სხვათა შორის ეგ ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად გამოჩნდა რა. ხო, რომ ანუ თამაშეს ბოლომდე 3-0-ზეც კი ნუ თურქეთს გასაგებია კაცი გაუგდეს და ამანაც შეუწყო ხელი ამ კამბექის რეალურ შანსს, მაგრამ ნუ სავარაუდოდ უკვე 4-3-3-ით მანდ კი ბატონო, მანდ მოვაწერ ხელს. იმიტომ რომ ანუ ეს არის აუცილებლად მოსაგები თამაში თუ რაღაც გვინდა რომ ამე შანსი დაგვრჩეს სოფლიოზე გასვლის, იმიტომ რომ ნუ თუ აქ წავაგეთ, მე თურქეთის სახლში ბულგარეთს ალბათ მოუგებს და ორი გუნდი გაიკვევა ვინც გავა. ნუ ამიტომ ის თელის წინა თამაში რომ ივაბათ რომ აი ქოჩორაშვილი ნუ ალბათ ითამაშებს ესპანეთთან, მაგრამ უნდა ითამაშოს ალბათ უნდა ქონდეს რაღაც გარკვეული დირექტივა მიღებული რომ და ითამაშოს ფრთხილად. კვარა ალბათ უფრო ამ თამაშისთვის იქნება მომზადებული. ლოჩოშვილი დაბრუნდება სამაგიეროდ ამ თამაშში. ოღონდ აი ლოჩოშვილი სად დადგება? ეგ არის ალბათ ცენტრალურ მცველად? არ ვიცი. ან ფლანგზე, არ ვიცი. ფლანგზე ლოჩოშვილი ალბათ შეტევაში ნაკლებად ეფექტური, იმიტომ რომ წინა თამაში გამოჩნდა რომ კვარა უკეთ ათამაშდა, როცა აზაროვი გამოვიდა თურქეთთან, რომელიც უფრო ეხმარებოდა ფლანგიდან. ან თუნდაც ციტაიშვილი. კი ბატონო. ეგეც გასარკვევია იმასთან. ესპანეთთან რომელი ითამაშებს, იმიტომ რომ ეხა ფაქტობრივად ის რაღაცა ჩვენი ნაკრების დაგრძელება არ გამოდის, ლოჩოშვილი არ არის, ამიტომ მარცხენა მცველ, აი ეგ კიდევ უფრო მიმყარებს იმის აზრს, ეხა ამ წამს მომივიდა თავში, რომ 5 ცველს ვითამაშებთ რა. იმიტომ რომ ეს ხო იცი, სანიოლი გოჩოლეიშვილის და აზაროვის ფლანგის მცველობას 4 მცველიანში არ ენდობა დიდად. ანუ დაცვით ასპექტებს მათ და 5 მცველიანში მარცხენა მხარეს აზაროვიან ციტაიშვილი 5 მცველიანში უფრო ეფექტურები არიან რა. კაკაბაძე დარჩება იქით ლოჩოშვილის აუქრა.
აი 4 წელში შოშვილი ხო რჩება და აი ყარა მიდი მარტო ქენი რამეა და აქ ალბათ კაკაბაძე დარჩება და ზურიკო ქენი რამე იქნება. ხო, არ ვიცი. წინა თამაში თურქეთთან აი რეზივნაც თქვა, ეგ იყო რა პრინციპში. მან კი ბატონო, ვითამაშეთ 4 მცველი და სახლში მოსაგები ქონდა და რა თქმა უნდა თანახმოვარ მაგაზე, უბრალოდ ეგ იყო რა. მან დავთქვით თავიდან, იმიტომ რომ 2 ნახევარმცველი და 3 თურქი ნახევარმცველის წინააღმდეგ. ეგ არ იყო 4-3-3, ეგ 4-2-4 იყო ჩემთვის. 4-2-4 გულისხმობ იმას, რომ ზურიკო დავითაშვილი და გიორგი წიტაიშვილი არიან ვინგერები და არა ნახევარმცველები. კლასიკური გაგებით რაღაცა ჯულიანო სიმეონე არც ერთი არ არის რა. არის კლასიკური ვინგერი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ კლასიკური 4-3-3 თან ეხა მე მგონი ნიკა გაგნიძე რომ ესე კარგად მოერგო გუნდს, ეგ კიდე უფრო გაუმყარებს ვილის იმას, რომ სამ ნახევარმცველში როგორც მინიმუმ ჩაკვეტაძეს მაგივრად ნიკა გაგნიძე იდგეს და თუ ვთქვათ ესპანეთსაც რო შევეხოთ ერთხელაც რა ქოჩორას ყვითელო გადავარჩინოთ, დასამძიმებლად შეიძლება ნოდარ ლომინაძე შემოვიყვანოთ, ვთქვათ, რა ვიცი, მეორე ტაიმში თუ ვთქვათ მაინც ვაგებდეთ, ან არ ვიცი ვიგებდეთ, ნუ მოკლედ ალბათ ჩვენც და თქვენც გულშემატკივრებს და მაყურებლებს მიმართავ, რომ თავი გაგვისკდება შაბათამდე ამაზე ფიქრით, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბურთი მრგვალია, კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს, შანსი 1% გაქვს ზოგჯერ, ზოგჯერ 10, ზოგჯერ 20. 1% გვაქვს ესპანეთთან შანსი ვიომოთ, ვიბრძოლოთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას შეიძლება გამოვკრათ ხელი. ერთი ამბავი კიდე ესპანეთთან. დიდი ბატონო. მე ხო იცი რაც რომ მორწმუნე ვარ. ქორწილში როცა ვუყურებ თამაშს, ქორწილში რო ვარ და თამაშს რო ვუყურებ, ყოველთვის ვიგებთ. შაბათს ქორწილში ვარ. ისეთ ქორწილში ეგეთი რაღაცები არის, იქა რომ აი დიდ მონიტორზე რთავენ თამაშებს და რა თქმა უნდა არის. თუ მონიტორი არ გვაქვს, ყველა ტელეფონს ვიღებთ. არა, უბრალოდ აი კაირატის ანუ აი საქართველოს თურქეთი ევროპის ჩემპიონატზე რო იყო, მაგ დღეს მიწევდა მუშაობა, ოღონდ ბანკეტი მიმყავდა. 8-ზე იყო თამაში თუ ამ მნიშვნელობით რა. აი 8 წუთზე აღარავინ აღარ იყო დარბაზში. სხვა შორის წინა აღარავინ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს რო ვეთამაშეთ, იმის წინა დღეს იყო ჩემი ქორწილი. და ხალხი რო პატიჟებდი ასე ვთქვათ, მე უბრალოდ რომ ეს თურქ არ გიცნობდი. ახო. თუ ეს თურქეთთან თამაშის დღე ხომ არ არის, ესე მეკითხებოდ. სხვა შორის ისიც სათქმელია და დავამთავროთ, რომ თურქეთი არ გვეთამაშება სტამბოლში. გვეთამაშება ხოჩაელის სპორის სტადიონს. ნუ 2 მილიონი ფანი არ იქნება ხო სტადიონზე. ხო, ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ისე საინტერესოა ლივერპულს რაც უქნეს, იგივე ჩვენს თუ გვიზამენ რო არ დააძინეს ღამე ლივერპული და ფეიერვერკები რო იყო მათ სასტუმროსთან. არ მგონია მთლად ეგრე იქნა. გააჩნია ესპანეთს თუ მოუგებთ უეჭველი. კი, მაშინ გადაირევი. ხო. კარგი, მადლობა. თითოეულ მადლობა თურქეთთან მეცმოთმევინე რაღაც. კი ბატონო, მე მეგონა მორჩი. არა, თურქეთთანაც მაქვს ესეთი მოჰოტთეიქო რაღაცა. ხო არ ჯობია რომ თურქეთთანაც 5 მცველით დაცვას ჩავსწა და წავიდეთ კონტ შეტევებზე ზუსტად იმ მიზეზის გამო რაც ახლა ვთქვით. თურქეთს ყავს გიჟი გადარეული ფანები, იმის მიუხედავად რომ უპირატესობა აქვთ ანგარიში და ეს არის, ნუ პრე ძალიან აწყობთ, ეგეთი გიჟი ფანები ეგრე რომ გულშემატკივრობენ, რაც არ უნდა წინ იყოს, ანუ ბურთს ვერ გადაუგდებ რა მოწინააღმდეგეს. ჯერ არ ვიცით იკა ფრე მაგათ აწყობთ თუ არა. იმიტომ რომ ეგ დამოკიდებული იქნება თვითონ რას იზამენ და ჩვენ რას ვიზამთ. ბულგარეთთან მოიგეს და ჩვენ. არა, ნუ ყველაზე ცუდ სცენარს განვიხილავ. აი, მაგ შემთხვევაში მისაღებია რა. ჩვენ არ გვინდა რომ ეგ ფრე აწყობდეთ, გულისხმობ იმას რომ თუ ჩვენ ესპანეთის წარმატებით ვითამაშეთ და თქვა თვითონ ფეხი დაუცდათ. რავი, ამ ბულგარეთმა სადღაც არ უნდა გაისროლოს? სადღაც. თუ ჩვენთან არ იყოს ეგ და ამიტომ იდეალური დროა ბულგარელებო მოგმართავთ. გავერთიანდეთ. მოუგოთ ამ თურქეთს. არაფერი გუნდი არაა ეხლა. ჩავიდა ესპანეთი გადაუარა. მართლა არაფერი გუნდი. ჩვენ უეჭველი უნდა მოუგოთ იგა. დამპირდი. აი ეხლა მაცადეთ შაბათამდე, შაბათს ჯერ ესპანელებს ვლეწავ რა. შაბათს თამაშები როგორ არის? პარალელურ რეჟიმშია? მე მგონი კი. მაშინ შეიძლება იქით გადავვრთ საერთოდ და თამაშივე არდა და ილდიზი უნდა დავლეწო. და კოქჩუ. ფლად ილდის, ნუ არ ვიცი. ხავს პედრი დაულეწე. კოქჩუ არ არის ძირითადი წევრი.
არ თამაშობს არა, ოქროსი მემეშინია. სხვა შორის ეგ ეს თურქეთის მონტელა ხო, არა, ჩალხანოღლუს ზედ მიყვეს. მონტელა მაგებსით იმე გაგისწორდებათ ინტერის 1-2 ფეხბურთელიც დავამატოთ პროფილაქტიკის. თუ გახსოვთ მონტელას გაგდება სიტყობდნენ თურქი ჟურნალისტები. იმიტომ რომ ესე თავხედურადო არ უნდა ითამაშოს ესპანეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მან ხო იცი ხა ინტერში რა ტაქტიკასაც თამაშობს ინტერი და ჩალხანოღლუ რა პოზიციაზეც არის. თურქეთის ნაკრებში ეგრე ვერ არის თლად სიმონე ინძაგი ნუ გონია თავი მონტელას რა და ესპანეთს რო ეგრე მოუშიშულა ნახევარდაც რომ მაგიტო იყო რომ დაბომბეს და იმედი მაქვს რომ ეგეც შეცდომას მონტელა ჩვენთანაც დაუშვებს. აქ ხო პროფესორი გახდა იმაში თბილისში რომ ჩამოვიდა თურქეთიდან. იქ რაღაცა შეცდომა იქნებ მაინც დაუშვას რა. იმიტომ რომ შეცდომას აუცილებლად ანუ შეცდომას დაუშვებს ესპანეთის ნაკრებიც ჩვენთან კი არა და ბულგარეთს სახში ეთამაშნენ? კი, როგორ არა. არა, გასვლა მოუგეს. ანუ გასვლაზეც ქონდა თუ აუცილებლად არ მიყურებია მაგრამ. არა, მე უყურე ბულგარეთს ქონდა მომენტები ისევ პოროს ფლანგიდან. ნუ მაგ უბრალოდ ესპანეთის პრობლემა ის იყო რომ ესპანეთი თავიდანვე ძაღლადის ანგარიშა GameStat ან 3-0 რო იგებ მე შეიძლება შეგაკვნებინოს ერთი მომენტი რა. ეს არის პრობლემა. მე-6 წუთზე 7 კაცით პრესინგში დგანან თურქეთთან ესპანელები. ეგრე იწყებენ, ამიტომ პირველ წუთებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და წინა თამაშიდან თლად კარგად არ გვახსოვს პირველი წუთები თურქეთმა ლამის გასახდელში გაგვიტანა. ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და ორი გოგოები და ერთ-ერთ მე ხო თლად კარგად არის რა ფეხბურთი უბრალოდ ნაკრები მაგრად უყარს რა როგორც ყველას დააგვიანეს 3 წუთი და მეთქი ვაგებ თქო და რატო ვაგებთო და მეთქი ახალი წესი შემოიღეს ფეხბურთში თქო რა წესი სტუმარი გუნდი ერთი გოლი ეთქება თქო და რაც ცოტა ხანი ჯეროდა ესეთ წესებში რო ერკვეოდეთ და ესეთ წესები ირაკლისნაირმა ადამიანებმა რო ვერ მოგატყუონ ესეთმა მაიმუნებმა სულ მაგარს უდრეკავას უკეთებ ახლა ამ გადაცემას რატო პირიქით ვამბობ რომ ირაკლისნაირმა ადამიანებმა რო არ მოგატყუონ უსმინეთ ირაკლის ხუმარა და მაიმუნი ვიგულისხმე ამ შემთხვევაში თორე შეურაცხყოფა კი არ მომიყენები დალაიქეთ მოკლედ ჩვენი ვიდეო გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი წარმატებები ჩვენს ბიჭებს როგორც ესპანეთში ისე თურქეთში და სავარაუდოდ ერთმანეთს შევხვდებით ძალიან მალე, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ესპანეთთან მატჩის შემდეგ. ნუ მაშინ წინაზეც არ ვაპირებდით და გამწარებული აი, მოვედით. ზუსტად შედეგს გააჩნია. თუ არა და თურქეთთან მატჩის და ესპანეთთან მატჩის შეფასებით ვიდეოს მომავალი კვირის განმავლობაში აუცილებლად დავდებთ. შევხვდებით ძალიან მალე, დროებით.